გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, უკვე 15 საათი და 10 წუთი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ძველი ქალაქის ეთერში მუშაობას იწყებს ток-შოუ გრიფით საჯარო და მისი დღევანდელი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე პრობლემატურია მაღალი ტარიფების პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის პოსტულატი არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც იყო ამ სატარიფო პოლიტიკის ლამის განახევრება და მომხმარებლებისთვის საშეღავათო პირობების შეთავაზება, ჯერჯერობით მხოლოდ მინიმალური წინაპირობები არსებობს, რომ მოსახლეობის ჯიბევ შემსუბუქება იქნოს. რა ხდება რეალურად, რა პრობლემებია დღემდე გადაუჭრელი, რისთვის არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და რამდენად ხელმისაწვდომია მათგან ინფორმაციების მიღება. ძირითადად რა პრობლემებს აწყდება მომხმარებელი სემქთან ურთიერთობისას და რა ტიპის საჩივრებია უფრო ხშირი განხილვისას. ეს და კიდევ სხვა მრავალი კითხვა, რომელსაც ток-შოუ გრიფით საჯაროში დღეს პასუხი გაეცემა. ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. მოგესალმებით ბატონო გურა. დავიწყებ იმ შეხვედრით, რომელიც სულ ახლო წარსულში გაიმართა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ძირითადად რა საკითხებზე გამოხვილდა ყურადღება და რით იყო განპირობებული ამ შეხვედრის ჩატარება? კი ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება ჩვენ შეხვედრას, რომელიც გაიმართა დაახლოებით 10 დღის წინ. ეს იყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა იმ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და ფიზიკურ პირთან, რომელსაც ქონდა სურვილი მიეღოს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რითი არის დაკავებული, რა საქმიანობას ეწევა. და ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული იქ შესაბამის საერთაშორისო თუ არასამთავრობო ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ენერგეტიკის სექტორში, არიან დაკავებულები პროექტებით, რომელიც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც ამ შეხვედრაზე იქნა დასმული კომისიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში. და ქუთაისში ძალიან ხშირად აქცენტი კეთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ყველაზე ხშირად სწორედ კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე თანხის უსაფუძვლო დარიცხვის ფაქტები არის, გამოც ირღვევა თავისთავად ცხადია აბონენტის უფლებები. არის ფაქტები, როცა მოქალაქეებს მრიცხოვლების დამონტაჟებაში იმაზე მეტ თანხას ახდევინებენ კომპანიები, ვიდრე საჭიროა. აი რა კონკრეტული დარღვევები გაქვთ ამ კუთხით დაფიქსირებული და როგორ გვარდება ეს პრობლემები? კი ბატონო, მოგახსენებთ, კომისია უმთავრესად სწორედ დაკავებული არის ამ საკითხით, რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და გაზრდას. მე შემინა მოვიყვანო სტატისტიკა, რომ მხოლოდ 2012 წელს საერთო ჯამში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის სექტორში ზედმეტად დარიცხული თანხები, რომელიც კომისიის მიერ იქნა ჩამოწერილი, შეადგენს 987,359 ლარს. ეს არის ის თანხა, რომელიც კომპანიებმა არასწორად დააწერეს ამა თუ იმ მომხმარებლებს, აღარ აქვს მნიშვნელობა, ის იყო ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კომპანიებმა ამასთანავე მიიღეს, ასე ვთქვათ, გაფრთხილებები და დაჯარიმდნენ მხოლოდ თბილისის წყალი, ეგრეთ წოდებული Georgia Water and Power დაჯარიმდა 65,000 ლარით. დაახლოებით ერთი თვის წინ რამოდენიმეჯერ დაჯარიმდა 5,000 ლარით ენერგოპრო Georgia, ასევე დაჯარიმდა საავტოზაგო თელასი და ასევე დაჯარიმდა წინაკვირას ერთი კვირის წინ იყო ზუსტად კომისიის ხდომაზე, როდესაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სწორედ ის კომპანია, რომელიც იგივე ქუთაისის მოსახლეობას აწვის სასმელწყალს, ასევე დაჯარიმდა 5,000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ დარიცხვები არის არაკანონიერი, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს არის კომპანიების არასწორი მუშაობის შედეგი და სწორედ ჩვენ მაქსიმალურად ვაქცევთ ყურადღებას, ანუ ყველა განცხადება თუ საჩვენად შემოდის კომისიაში მის დაჩქარებულ ვადებში, ანუ სასწრაფოდ ხდება მათი განხილვა და კანონიერი პასუხი ეცემა ყველა განცხადებას და საჩივარს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იმატა განცხადებებმა და საჩივრებმა, მაშინ რაც კომისია გადმოვიდა ქუთაისში სამუშაოდ, ჩვენ ასევე გვაქვს ესეთი ზეპირი ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ასევე იჩაგრება, მათ არასწორად არიცხავენ ან იგივე
წყლის მრეცხველის დამონტაჟებასთან დაკავშირებით არასწორად ახდენებენ თანხას, ან ახდენებენ მეც. მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ყველა ქვითარზე, რომელიც მათ მიზდით ყოველთვიურად არ აქვს მნიშვნელობას, იქნება დენის, წყლის თუ გაზის ქვითარი, ყველა ქვითრის უკანა მხარეს არის დატანილი შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც კომისიის დავალებით კომპანიები განათავსებენ ქვითარზე, სადაც არის მითითებული ჩვენი ტელეფონის ნომრები, სადაც არის მითითებული ჩვენი მისამართი, სადაც არის განმარტება ძალიან მარტივი განმარტება გაკეთებული, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით რაიმე სახის ქმედებას კომპანიის მხრიდან, რომ მათ შეუძლიათ მომართონ ნებისმიერ დროს კომისიას, ეს იქნება წერილობით, ეს იქნება ზეპირად თუ სატელეფონო არ აქვს მნიშვნელობა, ასევე ინტერნეტის მეშვეობით და ასევე ტელეფონის მეშვეობით და შემოიტანონ განცხადება საჩივერო და კომისია მყისვე მიიღებს შესაბამის კანონიერ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება წყლის მრეცხველების საფასურს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ არასამთავრობოთან რო ქონდა შეხვედრა მაშინ ესეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ASSA არის ქუთაისში დარეგისტრირებული, ისინი სწავლობენ სწორედ წყალმომარაგების სექტორის საკითხებს, მათ წარმოაყენეს ეს პრეტენზია, მინდა გითხრათ რომ ეს უკვე რამოდენიმეჯერ მოხდა და მაგრამ განსხვავება არის ის რომ მხოლოდ სიტყვიერად ხდება ამ ინფორმაციის მოწოდება კომისიაში, ჩვენ ვთხოვეთ არასამთავრობოს და ჩვენ ასევე გავს ფაქტებთან დაკავშირებით ესეთი კონკრეტული არანაირი განაცხადი საჩივარი არ შემოსულა ჩვენთან კომისიაში, ჩვენთვის მხოლოდ საჩივარი ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება, ამას სჭირდება დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩვენ მივმართეთ სიტყვიერად ვეგავეცეთ პასუხი მოსახლეობას, რომ კომპანია რომელიც გთხოვთ მრეცხველის საფასურის გადახდას იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე არის დადგენილი, გთხოვთ რომ მათ მოსთხოვონ ეგრეთ წოდებული ხარჯთაღრიცხვა კომპანიას და შესაბამისად კომპანიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შემდეგ განცხადებასთან ერთად წარმოადგენენ კომისიაში და ვაწუნებთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომ თითოეული მოქალაქის საჩივარი იქნება განხილული სათითაოდ და თითოეული მოქალაქის მიერ თუნდაც 1/11 თუ იქნება გადახდილი მოთხოვნა თუ იქნება ამისი, თითოეულ შემთხვევაზე კომპანიას კომისია დააჯარიმებს მინიმუმ 5,000 ლარით, რაც შემდგომ განმავლობაში შემთხვევაში გასამაგდება და საკმაოდ დიდ ციფრებზე ავა და არ მგონია რომ კომპანიას ქონდეს იმისური რომ თუნდაც თითოეულ მოქალაქის მიმართებაში 10 და 20 ლარის ზედმეტად აღება უღირდეს იმათ რომ მან პირველივე შემთხვევაზე გადაიხადოს 5,000 ლარიანი ჯარიმა. მე აქვე განვარტავ ფასებს და გეტყვით რომ რაც შეეხება გამრიცხველიანებას ჩვენს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით მრიცხველის ღირებულება მისი მონტაჟით და სრულად წესრიგში მოყვანა ადგილი, სადაც უნდა მოხდეს მრიცხველის დამონტაჟება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ეგრეთ წოდებულ კორპუსებში განისაზღვრა მაქსიმუმ 70 ლარის ოდენობით, ხოლო ეგრეთ წოდებულ კერძო მოსახლეობაში, სადაც არის საკუთარი სახლები და სადაც უნდა მოხდეს მრიცხველის დამონტაჟება ეზოში ან ეზოს გარეთ, ანუ კერძო საკუთრების გარეთ, ამისათვის განსაზღვრული არის მაქსიმუმ 100 ლარი და ამასთანავე უნდა წარუდგინონ კომპანია ვალდებულება წარუდგინოს მოქალაქეს, ვისაც აყენებს ამონტაჟებს მრიცხველს ხარჯთაღრიცხვა თუ რისგან შედგება აღნიშნული 70 ლარი იქნება თუ 100 ლარი არ აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება კონკრეტულ პიროვნებასთან მრიცხველის მონტაჟმა შეადგინოს საერთო ხარჯმა შეადგინოს 65 ლარი, შეიძლება შეადგინოს 70 ლარი, შეიძლება შეადგინოს 80 ლარი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ თუ ეს არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, მას კომპანიას არ აქვს უფლება რომ 70 ლარზე მეტის გადახდა მოთხოვოს აბონენტს. ამასთანავე კომპანიას მკაცრად აქვს განსაზღვრული ყველა კომპანიას რომ მრიცხველის დამონტაჟებიდან, ანუ მაშინ რაც მრიცხველი შევა ძალაში და მრიცხველის მეშვეობით მოხდება ხარჯის აღრიცხვა, 6 თვის გასვლის შემდეგ დაიწყოს მრიცხველის ღირებულების გადახდის დარიცხვა მოსახლეობაზე, ანუ თუ მრიცხველს დაუყენებენ მაგალითად დღევანდელ დღეს 21 თებერვალს, მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეიძლება რომ მივა პირველი ქვითარი, ანუ უკვე მე-7 თვის ბოლოს მისულ პირველ ქვითარზე მიმდინარე ხარჯთან ერთად უნდა იყოს დარიცხული მრიცხველის დავალიანება და ეს 70 ლარი თუ 100 ლარი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება, ასევე უნდა მოხდეს მისი გადანაწილება თვეებზე ეტაპობრივად, რაც ჯამში თვეში მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით ხარჯის გაზდას ითვალისწინებს, ანუ 24 თვეზე უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის გადანაწილება. თუ არ ვწდები 12 თვეზე უკაცრავად და შესაბამისად 24 თვეზე ბოდიში და შესაბამისად 2 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თითოეულმა ოჯახმა ამ მრიცხველის და მისი მონტაჟის ღირებულების საფასური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არის მსგავსი ფაქტი, თუ რომელიმე მოქალაქეს აქვს ხარჯთაღრიცხვა კომპანიის მიერ წარდგენილი, თუ აქვს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ კომპანია მათ თხოვთ გაცლებით მეც, ვიდრე მე ახლა ვსაუბრობდი,
წარმოადგენენ კომპანიაში და გვაძლევთ ყველას პირობას, რომ კანონის ძალით ყველა კომპანია თითოეულ შემთხვევაში სათითაოდ იქნება დასჯილი და შესაბამისად ისინი აგებენ პასუხს კანონის და ბატონო გურა, აი იმ შემთხვევაში, სადაც არის სამთავრობო ორგანიზაცია ასამ დააყენა მსგავსი სახის პრობლემები, მათგან რა მიიღეთ წინადადებათ, ანუ ისინი გაუკეთებენ ორგანიზებას, მოგაწვდიან ამ ფაქტებს, თუ საბოლოო ჯამში როგორ კონკრეტულ წინადადებას საუბარი არ ყოფილა, მათგან მივიღეთ ინფორმაცია სიტყვიერად, ბატონ ზაზა იყო ხელაძე, თუ არ ვწდები მისი ხელმძღვანელი მობრძანებული და ჩვენ ვთხოვეთ, რომ თითოეული კონკრეტული ფაქტი თუ არსებობს დამადასტურებული დოკუმენტით, ხარჯთავრუცხეს ჩვენთვის არის უმთავრესი იურიდიული დოკუმენტი, რომ მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება, წარმოადგინონ, თუ მათ აქვთ ამის საშუალება გაუწვიონ ამას ორგანიზება და წარმოადგენენ კომისიაში მომხმარებლებს და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ბატონო გურამ, თქვენ ასევე გქონდათ ღია კარის დღეები, მე მაინტერესებს აქ ძირითადად რა პრობლემებზე გამოხვილდა ყურადღება და მსგავსი ფორმატის შეხვედრების შემდეგ შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება, პრობლემების მოგვარების კუთხე, რა მოგცათ? ძირითადად რა ტიპის, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მე ერთი კონკრეტული ფაქტი შემიძლია წამოვწიოთ, ძალიან ხშირად გვეკითხებიან რადიო მსმენელები, მაგალითად გადასახადებს როდესაც იხდიან, ქვითრები უნდა კონდეთ თუ არა შენახული, როგორ უნდა მოიქცნენ, იმიტომ რომ ხშირად არის, როდესაც აი სწრაფი გადახდის ტერმინალებით ხდება გადახდა, არ ხდება თანხისდროულად მიწოდება, რის გამოც მათთვის საჯარიმო სანქციები წესდება. იქნებ ყველა იმ დეტალზე ის რაც უნდა იცოდნენ და ღია კარის ტიპის შეხვედრებს. კი ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება ღია კარის დღეებს, ყოველ სამშაბათს ღია კარის დღე არის კომისიაში, ან ყოველ სამშაბათს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და ნებისმიერ სახის შეკითხვა დაცვას კომისიასთან. ჩვენ მქონდა ღია კარის დღეები, რამოდენიმეჯერ მქონდა შეხვედრა, ანუ შეხვედრა ჩატარდა მაშინ, როდესაც მოვიდა თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა გარკვეულ სახის პრეტენზია, მათ მიიღეს რა თქმა უნდა მომწვევი პასუხები ყველაფერზე. რაც შეეხება ქვითრებს და ქვითრების შენახვას, მინდა გითხრათ, რომ ქვითრის შენახვის ვალდებულება კანონით არსად არის გაწერილი, რომ აქვს მოქალაქეს, შესაბამისად ნებისმიერი ქვითარი იბეჭდება ბილინგის სისტემიდან გამომდინარე და ეს არის კომპანიის ვალდებულება, რომ მათ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში უნდა ქონდეს შენახული ბილინგის სისტემაში არსებული მონაცემების სრულად, ანუ კომპანიას მიმართვის შემთხვევაში აქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს მისცეს მისი ბოლო 5 წლის ხარჯი, ანუ რაც აქვს აღრიცხვა გაკეთებული. ანუ ინფორმაციული ბაზა მინიმუმ 5 წლის. ეს არის ჩვენს მიერ ივნისში მიღებული დადგენილების შედეგი. შესაბამისად, ქვითრის შენახვის ვალდებულება რა თქმა უნდა არ არსებობს. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რაც ეს მოქალაქის ვალდებულება შეიძლება ჩაითვალოს, რომ როდესაც ადამიანი დაგვიანებით ან ბოლო წუთას იხდის, ვადეს ამოწურვის ბოლო წუთს იხდის შესაბამის მომსახურების გადასახადს, ეს არის სწრაფი გადახდის ავტომატით თუ არა აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ეს ამ ადამიანმა რომ არ მოხდეს მისთვის შესაბამისი მომსახურების შეწყვეტა, უნდა მიმართოს აღნიშნული ქვით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით შესაბამისი კომპანიის რომელიმე ბიზნეს ცენტრს, რათა არ მოხდეს მისთვის წყალმომარაგების ბუნებრივი გაზა ელექტროენერგიის შეწყვეტა, ვინაიდან შემდეგ მისი აღდგენა კვლავ დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რომელიც ხარჯების კომპანიას რა თქმა უნდა აქვს, იმიტომ რომ მივიდნენ კონკრეტული პიროვნებმა გამორთონ, შემდეგ უნდა მივიდნენ, უნდა ჩართონ, აღადგინონ, ანუ ეს არის დაკავშირებული ხარჯებთან. აქედან გამომდინარე, თუ ისინი დროულად წარადგენენ და გადაიხდიან, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათ არც მომსახურების მიწოდება შეუწყდება და არც რაიმე დამატებითი ხარჯები არ ექნებათ. ხო, რაც შეეხება ქვითრის შენახვას, ეს უბრალოდ დაუწერელი კანონია, ყველა ოჯახი პრაქტიკულად ინახავს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, იმ ქვითარს რაც წარუდგინეს, ზოგს აქვს ინტერესი და ამოწმებს, ერთმანეთს ადარებს ყოველთვიურ ხარჯს და ეს მათი უკვე პირადი უფლება არის, ვისაც აქვს სრული შეუძლია შეინახოს, ვისაც არ აქვს სრული შეუძლია შეინახოს. ბატონო გურამ, მე ყოველთვის ხდებოდა და ხდება სამიზნე პოლიტიკური პარტიებისგან, განსაკუთრებული ასე ვთქვათ, ბრძოლების გადატანა მოგიწიათ ლეიბორისტული პარტიისგან, ამ შემთხვევაში მე მგონი ნათელაშვილის გუნდს არ დაუტოვებია ინსტანცია რომ არ მიემართა და მათი ძირითადი მოთხოვნა იყო ეს რომ ტარიფები არის არათუ უსაფუძვლოდ მაღალი, არამედ დანაშაულებრივით. მე მესმის რომ ზოგადად ტარიფების დადგენა საკმაოდ რთული პროცესია, ძალიან რთულია, თუმცა მაინც მაინტერესებს, აი რამდენად ადეკვატურია, რამდენად უთანაბრდება იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაშიც არის ჩვენი ქვეყანა და ადამიანები. და როგორ ხდება ეს პროცესი ზოგადად? კი ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას,
მე როგორც დამოუკიდებელ ორგანოს ხელმძღვანელი სამწუხაროდ არ მაქვს არანაირი პოლიტიკური განცხადების არც უფლება რომ გავაკეთო და არც ხო, მაგრამ ტარიფი და შესაძლებლობა ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით და იმ მეთოდოლოგიით, რომელიც კომისიის მიერ არის მიღებული, მინდა გითხრათ, რომ ეს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შემოწმებული და ის მეთოდოლოგია, რომელთაც ხდება დღეს ტარიფების დაანგარიშება, სრულად შეესაბამება ევროსტანდარტს, ანუ ევროპის ქვეყნებს, წამყვან ქვეყნებში არსებულ მეთოდოლოგიებს, ანუ ჩვენ ანუ როგორ ხდება? მარტივად ისე რომ ვთქვათ, რომ რადიო მსმენელისთვის ეს იყოს ძალიან ისწავლოთ აღსაქმელი. იგივე ელექტროენერგიასთან თუ გინდათ ბუნებრივ გაზთან ან წყალთან მიმართებაში კომისიის ვალდებულებაა, რომ გაითვალისწინოს ყველა ის ხარჯი პირველ რიგში ასჭირდება კომპანიას იმისათვის, რომ შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს მომხმარებელს, პლუს ამას ეს არის შესაძლებელი მომსახურების შესაძლებელი ღირებულება, რაც საერთო ჯამში შემდეგ იკრიბება, პლუს ამას კომპანიის მოგება და საბოლოო ჯამში მერე ხდება ტარიფის დადგენა, პლუს ამას რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის ის ინვესტიციები, რომელიც კომპანიამ უნდა განახორციელოს და რომელსაც კომპანია ახორციელებს. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია სამივე სისტემა, ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, გნებავთ წყალმომარაგების სისტემა, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა მათი რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 21 საუკუნეში საქართველოში არ არის დასრულებული გამრიცხველიანება სრულად და დაახლოებით 60-70 ოჯახი არის ერთ მრიცხველზე მიერთებული, ჯერ კიდევ არის დაახლოებით 20% მოსახლეობის დარჩენილი, რომელთა შორისაც მუდმივად არის დავა, თუ რამდენი გახარჯა ელექტროენერგია, როგორ ხდება ამის გადანაწილება და ძალიან ბევრი საჩივარი შემოდის ჩვენთან. აქედან გამომდინარე, სწორედ არის განსახორციელებული ის ინვესტიციები, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ენერგოპროსთან და თელასთან მიმართებაში, რომლებიც ახორციელებდნენ ამ ინვესტიციებს და აგრძელებენ კიდევაც. შესაბამისად ამ ინვესტიციების ასახვა, ამ ინვესტიციების ასახვა ტარიფში რა თქმა უნდა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ტარიფი არის ოდნავ მაღალი ინვესტიციების ხარჯზე. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ინვესტიციების განხორციელება, შეიძლება ტარიფმა დაიკლოს უმნიშვნელოდ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება არა დარწმუნებულებად რომ აღმოჩნდება სავალალო მდგომარეობაში. ამ ეტაპზე როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების გადახედვა მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება ხელმომწერი მხარების მიერ არის ასე ვთქვათ გასაიდუმლოებული საიდუმლო დოკუმენტაცნობრივი მე ხელშეკრულების დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, არ მაქვს ამის უფლება. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვითხრათ, რომ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მოსახლეობას ხელშეკრულება გაფორმდა ენერგოპრო ჯორჯიასა და საერთაშორისო თელას შორის მოხდა 3 თეთრით ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება აღნიშნული ხელშეკრულება. გადმოგზავნილ კომისიაში და კომისიამ იმავე დღეს საჯარო სხდომაზე გაიჩინა საკითხი და შესაძლებელი ბატონგურამ რომ შემცირდეს. წინა საარჩევნო პერიოდი გვახსოვს ყველას, რამდენად შეიძლება ეს იყოს რეალური. იმიტომ რომ ოპონენტებს უკვე გამარჯვებული ძალის მიმართ საკმაოდ სერიოზული განცხადებები ჰქონდათ, ისინი ითხოვდნენ კონკრეტულად წყაროებს, რის საფუძველზეც იქნებოდა მსგავსი სატარიფო პოლიტიკის დაწევა. კი ბატონო, სწორედ ამ აქედან დავიწყე საუბარი თავიდან, რომ რის ხარჯზე და როგორ მოხდა ტარიფის დაწევა ამ 3 თეთრის ოდენობით დღგ-ს გარეშე მაქვს საუბარი, რასაც კომისია ადგენს, დღგ-ს გარეშე ადგენს კომისია ტარიფს. ეს ხარჯი მოხდა დაწევა, ეს არის ყველაფერი გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, რომელიც ორივე მხარის მიერ არის აღიარებული საიდუმლოდ და ჩემს მიერ აღნიშნული ხელშეკრულების დეტალების ასე ვთქვათ განცხადება იქნება კანონდარღვევა და ასე რომ ბოდიში მოვხდი მე მსმენელს რომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება გაზს, აქ ცოტა ეს დანაკარგების მაჩვენებლები საკმაოდ დიდი არისო და საქმეში შეხედული ადამიანები უკვე ხუმრობენ კიდეც მე არ ვიცი რამდენად გვაქვს საქმე, მაგრამ ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს მაშინ აფეთქებული უნდა იყოსო და იქნება. მინდა გითხრათ რომ ვერ დავეთანხმები მე იმ ადამიანებს, ვინც როგორც ექსპერტები საუბრობენ ამ თემაზე. მინდა გითხრათ რომ დანაკარგების გაანგარიშება ხდება შესაბამისი ფორმულის მიხედვით და ფორმულა არის აბსოლუტურად იდენტური, რაც არის მიღებული როგორც წეგან განაცხადა ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში, ასე ახალ საქართველოს ქართველი ვერ მოიგონებს, ანუ ახალს ჩვენ ვერ გამოიგონებდით. რაც შეეხება დანაკარგს
როდესაც საუბარია 5%-იან დანაკარგზე, 5%-იანი დანაკარგი ეს არის მაქსიმალური დანაკარგი, რაც არის თბილის გარეთ, მაგ საუბარი ქუთაისში, აგნება სხვა რეგიონებში, ამაზე მაღალი პროცენტი დანაკარგი, 5%-იანი დანაკარგია ჩადებული. ამაზე მაღალი არ არსებობს სხვაგან არსებობს შესაბამისად ეს არის ვფიქრობ რომ ყველაზე ნორმალური მისაღები ვინაიდან იქ არის შესაბამისი ის ჟონვები დაგეგმილი რაც არის ანუ რაც აუცილებელია იმისათვის რომ არ მოხდეს რაღაცა თქვა უფრო რაღაც ცუდი შედეგის მიღება და ასე შემდეგ იქ არის 1000 აპარატურა გადამყვანები მაღალი წლებიდან საშუალოდან დაბალზე შესაბამისად აქ არის დანაკარგი და ეს ყველაფერი გათვალისწინებული ყველა კომპანიისათვის და ეს არის გათვალისწინებული მინდა ხაზი გაუსვა იმ კომპანიებისათვის რომლებსაც აქვს ჯერ კიდევ ძველი ქსელები ანუ რომლებმაც გადმოიბარეს თავმავლობით თავის დროზე კომუნისტების დროს ჯერ კიდევ გაყვანილი გაზის ქსელები ხოლო რაც შეეხება ახალ კომპანიებს აიგნებათ სოკარი გნებათ იტერა საქართველოს რომლებსაც ახლა გაყავთ ახალი მაგისტრალები იგივე რაღაც ერთი კვირის წინ დაუდგინეთ ჩვენ მათ ტარიფი და მივეცით ლიცენზია ხარაგაული მოსახლეობისათვის გაზის განაწილებაზე მინდა გითხრათ რომ იქ ჩაიდო 1%-იანი დანაკარგი ვინაიდან მილების 99% შეიძლება ითქვას არის სრულიად ახალი არის მეტალოპლასმასის ანუ მილები საერთოდ დანაკარგი არის ძალიან ცოტა 1% დანაკარგი დევს ჩვენ მზად ვართ მე არაერთხელ გამცხადებია მე მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ ექსპერტს მათ შეუძლათ მობრძანდნენ და თუ მათ აქვთ რაიმე ახალი მოგონილი ფორმულა რომელიც შეიძლება შეცვალოს გაზის სექტორში მთელი მსოფლიოს და ევროპის ხედვა და ეს მოხდა საქართველოში მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები და რა თქმა უნდა მათ შევას დარიგებას გავითვალისწინებთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში რეკლამის დროა დრო სწრაფად გაივლის სტარტით FM-ში სადაც 900 ხშირის ტალღაზე გრიფით საჯარო მალე დაბრუნდება საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი მუდი ჰერცოგი გერმანული საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 9 ლიტრიანი საიუბილეო 15 მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან კასტელ საქართველო ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი ქართულ ამერიკულ სკოლა პროგრესთან არსებული კემბრიჯის აკადემიური ცენტრი აცხადებს 12-დან 18 წლამდე მოსწავლეთა და ასევე სტუდენტთა მიღებას ინგლისური ენის 2 კვირიან ინტენსიურ კურსებზე, უცხოელი ტრენერის ხელმძღვანელობით. კურსი მიზნად ისახავს წარჩინებულ მსმენელებს შესაძლებლობა მისცეს გაემგზავრონ სასწავლო პროგრამით ბრაიტონისა და ლონდონის საერთაშორისო სკოლებში 50% დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ დავით აღმაშენებლის გამზირი ნომერი 20, ტელეფონი 25 25 09 599 90-80-41, ელპოსტა info@schoolprogress.g, ვებგვერდი www.schoolprogress.g. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს განახლებულ აღმაშენებლის გამზრდზე. პალმების ხეივანში კვადრატულ მეტრს $350-დან ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს. შეიძინე ბინა დღეს და ისარგებლე უპროცენტო განვადებით 5 წლის მანძილზე. დაგვიკავშირდით 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი მუდი ჰერცოგი გერმანული საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 9 ლიტრიანი საიუბილეო 15 მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან კასტელ საქართველო ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე
სარეკლამო პაუზის შემდეგ ისევ გრძელდება თოქ-შოუ გრიფით საჯარო, რომლის დღევანდელი სტუმარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. ბატონ გურამ, მე დავუბრუნდები ისევ იმ შეხვედრის თემას. სემიკის მისამართით არის კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ჩვენი გუნდი მუშაობდა დღევანდელი ეთერისთვის, ცხადია დაუკავშირდით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, რომ უფრო მეტად აგვეღო ინფორმაცია დაუშვათ მათ რა მიიღეს და რა რჩება კლავ მათთვის პრობლემად. და რატომღაც აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა უჩივის ნაკლები ინფორმირება სემიკის მხრიდან, კონკრეტულად საუბარია კომისიის ხდომების შესახებ, ვადების დარღვევაზე, არ ხდება თუნდაც დროულად საიტზე განთავსება და ეს საკმაოდ დისკომფორტს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან. იქნებ მიზეზები აგვიხსნათ, რატომ არ ხდება, იმიტომ რომ მათ დამისახელეს რაღაც მინიმუმ ერთი კვირით ადრე ინფორმაციის მიღება. კი ბატონო, მოგახსენებთ. მე ნამდვილად არ დავწყებ თავის მართლებას და იმის მტკიცებას, რომ 100%-ით ყოველთვის ხდება 7 დღით ადრე ვებგვერდზე განთავსება ყველა იმ საკითხის, რომელიც არის განსახილველი მომავალ კომისიის ხდომაზე. ანუ ის საკითხები, რომელიც სრულყოფილად არის მზად, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი არის ჩაწერილი დღის წესრიგში, ასევე აქვს ჩვენ პუნქტი, სადაც პუნქტი ეგრეთ წოდებული სხვადასხვა, სადაც კომისია განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს შეიძლება ითქვას სწრაფად განხილვას. მარტივად შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს ან რომელიღაც თქვათ კომერციულ ობიექტს არ აქვს მნიშვნელობა, აქვს შეწყვეტილი რომელიმე მომსახურების მიღება, ეს იქნება დენი, გაზი, წყალი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და კომისია მე პირადად ვღებულ გადაწყვეტილებას კომისიასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ არ დაველოდოთ კიდევ ერთი კვირა შემდეგ კომისიის ხდომას და ადამიანს თუ შეგვიძლია ჩვენ რომ ორშაბათს მივიღოთ თქვათ ყველა დოკუმენტაცია და ოთხშაბათის ხდომაზე გავიტანოთ საკითხი, რა თქმა უნდა ეს საკითხი გადის კომისიის ხდომაზე და მისი განთავსება მას ვებგვერდზე ხდება 2 დღით ადრე. მე ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ, ვინაიდან კიდევ ერთხელ მიმოვარებ, რომ ადამიანებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მათ დროულად მიიღონ შესაბამისი მომსახურება და ასე ვთქვათ იმისათვის, რომ იმის გამო რომ არ მოხდეს 7 დღიანი ვადის დაცვა, მათ კიდევ ერთი კვირა არ მოუწიოთ წყლის, დენის ან შუქის გაზის გარეშე ყოფნა. და ასეთი მსგავსი საკითხები მე არ მგონია და ალბათ ვერც ვერავინ დაგვიდასტურებს იმას და არც არავინ თქვის, რომ რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები ან რაღაც რომელიც რაღაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის საკითხი იყო, რომ უცბად მოხდა მისი გატანა კომისიის ხდომაზე, ისე რომ ეს არავინ არ იცოდა. რაც ყველაზე მთავარია, კომპანიებს კომისია აფრთხილებს დროულად, რომ კომპანიები მოემზადონ და გამოცხადեն ისინი კომისიის ხდომაზე, მაგრამ სამწუხაროდ კომპანიების მხრიდან კომისიის ხდომაზე გამოცხადება მიუხედავად იმისა, რომ დროზე ადრე ხდება, 7 და 8 დღით ადრე კი უფრო ადრე ხდება, 2 კვირით ადრე გამოვითხილება კომპანიები, რატომღაც არ ხდება. არ მობრძანდებიან ისინი, ამ ბოლოს მაგალითად ენერგოპრო, მე ახლა არ ვჩივი თქვენთან, მაგრამ უბრალოდ მე მინდა მოსახლეობამ რომ იცოდეს, რომ ენერგოპრო ამ ბოლო დროს რაღაც თავიანთი საქმიანობის ტაქტიკა შეცვალეს და ისინი უკვე ორთვეზე მეტია საერთოდ კომისიის ხდომაზე აღარ მოდიან, მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირით 10 დღით ადრე იგებენ გაფრთხილებას და შესაბამისად რაღაც ესეთი პრინციპი აქვს აღებული, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება რა მიზეზი შეიძლება იყოს რა რიხსნიან ხოლმე როდესაც დავუშვათ უკავშირდება. შესაბამისად, როდესაც ხდება შეტყობინების მიღება, შემდეგ ტელეფონით გადამოწმება, რა თქმა უნდა არის დასტურები, კი ბატონო მივიღეთ და მოვალთ აუცილებლად. რა თქმა უნდა არ მოდიან მე ეს კომისიას აღარ ანტეს რატო არ მოვიდნენ, ვინაიდან ეს მხოლოდ მათთვის აზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, მათი იქ არ მოსვლა, ვინაიდან კომისია უსმენს მხოლოდ ერთ მხარეს, არ აქვს მეორე მხარეს გამტკიცებულებები, გარდა იმისა, რასაც წევრები წარმოადგენენ, ასე რომ შესაბამისად გადაწყვეტილებას პრაქტიკულად კომისია ღებულობს მხოლოდ ერთი მხარის მოსვენის შესაბამისად და მე რატომღაც ყველა გადაწყვეტილებას ამდენად ხდება მე ეს უკვე სადაო მეორე მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2-3 თვეა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ასაძღებლობს კომისია, რატომღაც ისინი ასაჩირებს სასამართლოში. ახლა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ასე მარტივად სასამართლოში ისინი თავენ პოზიციებს ვერ იცავენ, იმიტომ რომ კანონიერი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებასაც კომისია ღებულობს, მაგრამ რატომღაც ისინი ცდილობენ რომ შეაჩერონ დროებით აქტის მოქმედება, რატომღაც ცდილობენ რომ ვერ ხვდებით იცი რა ვერც მიზანს ხვდებით. რას გაურბიან, როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ რა შეგიძლიათ? ნამდვილად დაახლოებით 3 თვეა, 3 თვეზე მეტია ასეთია დამოკიდებულება და ნამდვილად ვერ გეტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი. და რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოთ ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მათგან დაუსწროთ
განსაკუთრებლად მიიღოთ ეს გადაწყვეტილებები შემდეგ სასამართლოებში მინდა გითხრათ რომ ჩვენ არანაირ გამოყენებას არ ვაპირებთ არც ვაგბერკეტი ეს არის მისი უფლება მოვალეობა თუ აქვს კომპანიას სრული დაისვას მისი პოზიციები ის უნდა მოვიდეს თუ მათ არ აქვს სრული დაისვას თავიანთი პოზიციები ეს მათი საქმე ასე რომ ჩვენ ამით ხელი არ გვეშლება უბრალოდ პრობლემა არის ის რომ შემდეგ ხდება სასამართლოებში სიარული და მე კომისიას უწევს უკვე სასამართლოში თავის პოზიციების დაცვა და საბოლოო ჯამში შედეგი დგება იგივე უმრავლეს შემთხვევაში რა თქმა უნდა მაგრამ დროში იწერება ეს ყველაფერი და თუ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს კომისიის ხდომაზე შეიძლება გაგრძელდეს კვირაობით და თვეობით ანუ ხშირ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უმეტესად მარეგულირებელი კომისიის სასარგებლოდ სრულდება მსგავსად გამომდინარე იქიდან რომ მარეგულირებული კომისია ღებულობს ყოველთვის კანონი გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე სასამართლოს რა თქმა უნდა გვეთანხმება ხოლმე მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც სასამართლომ ხელახლა განსახილვად დააბრუნა ჩვენს მიღებული გადაწყვეტილებები და არ ჩათვალა საჭირო საკმარისად მტკიცებულებებად საკმარისად მტკიცებულები რაც იყო კომისიაში წარმოადგენილი იყო შემთხვევა რომ გააუხმა საერთოდ და გადაწყვეტა თქვა კომპანიის სასარგებლოდ მაგრამ უმეტესად ეს იყო შეიძლება იყოს რაღაც 1% მაქსიმუმ რადგან გრამ კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სფეროთ დაინტერესებული ორგანიზაციები გრიფით საჯაროს აწვდიან, ესაა იმ საქმეების შესახებ ნაკლები ინფორმაციების არსებობა, რომელიც განიხილება მარეგულირებელ კომისიაში, ხშირად არ მიგვიწოდება ხელიო. აქვე უნდა დავსძინო, რომ ბოლო ერთი თვეა, მე რაც მაქვს ინფორმაცია, რასაც მეუბნებიან ეს ადამიანები, საკმაოდ გააქტიურდა მარეგულირებელი კომისია, ანუ მე ურთიერთობის ტიპზე მაგ და ფორმებზე, ხშირად გიწევთ მათთან ურთიერთობა და ისეთი გარკვეული საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში. ძალიან არ მინდოდა რომ პოლიტიკას მივბრუნებოდი, მაგრამ არ მინდა ვიფიქრო და მინდა რომ პირდაპირ ეთერში დამიდასტუროთ ან უარყოთ, რომ თქვენი უწყების გააქტიურება, ესეთი ხალხში გასვლა, ხალხთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციებთან რაღაც პრობლემების განხილვა და ესეთი გურამ ჩალაგაშვილის გახალხოსნება, ესე ვთქვათ, მოდით. უკავშირდება თუ არა და სემიკის გამჭვირვალობა უკავშირდება თუ არა ბოლო პერიოდში უკვე გამოძიებასთან პრობლემების მოგვარებას. მინდა გითხრათ რომ მე პირადად ნამდვილად არ ვთვლი რომ რაიმე სახის პრობლემა მაქვს და რაღაც მოსაგვარებელია. არა, ანუ მანამდე დახურული იყო ეს. მინდა გითხრათ რომ კომისია დახურული არასოდეს არ ყოფილა და მინდა ასე ვთქვათ მამაღლა განვაცხადა რომ ჩემი კომისიაში მოსვლის შემდეგ ყოველწლიურად, აბსოლუტურად ყოველწლიურად ხდება და ხდებოდა ყოველთვის წელიწადში ერთხელ სრულად ანგარიშის წარდგენა ყველა დაინტერესებულ პირთა მიმართებაში. ეს იყვნენ პირველ რიგში მასმედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მე მგონი ყველა ჟურნალისტი ვისაც ჰქონდა ჩვენგან მოწვევა და აბსოლუტურად ყველას ჰქონდა მოწვევა, მე როგორც ვიცი, მის ჩვენთან თანამშრომლობდა, ყველა ჟურნალისტი ღებულობდა მონაწილეობას აღნიშნულ სემინარებში, ეს ხდებოდა წლის გარკვეულ სხვადასხვა პერიოდებში, ზაფხულში, ზამთარში, აქ იყო შეხვედრა. თუმცა ბოლო ერთვეზეა საუბარი ბატონო გურამ. გამომდინარე იქიდან რომ 2012 წელს კომისიამ ვერ მოახერხა რომ ჩაეტარებინა სემინარი, ანუ სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოგადად კომისია არ არის ხალხიდან ჩამოვარდნილები არ ვართ, იყო რაღაც სხვადასხვა პრობლემები, იყო სხვადასხვა თემები, იყო არჩევნები და მეტნაკლებად ჟურნალისტები, მასმედია გარდაცვლილები იყვნენ უფრო არჩევნების კუთხით და ნამდვილად მოკლებული იყო ინტერესები კომისიის საქმიანობა და რამდენ ადამიანი ჩამოაწერა კომისიამ დავალიანება და რამდენს არა ნაკლებად აღერვებდა პრაქტიკულად ყველა ადამიანს. აქედან გამომდინარე გადაწყვეტეთ რომ მანამ სანამ მოვა გაზაფხული ცოტა გამოთბება გადაწყვეტეთ რომ მანამდე წლიური ანგარიში ჩამოაბარებინა ჟურნალისტებისათვის, საინტერესებული პირებისათვის და რა თქმა უნდა გაზაფხულის მიწურულს ჩვენ გვიგმობთ ასევე იგივე სახის სემინარის ჩატარებას, როგორცაც კომისია ყოველთვის ატარებდა, ასე რომ უბრალოდ ეს იყო განსხვავება, რომ სემინარამდე ჩვენ და ჩავაბარეთ ანგარიში ამ ადამიანებს, პლუს ამას მთავარი და უმთავრესი რაც იყო ეს იყო მომსახურების ხარისხი, რომელიც კომისიამ მიიღო დოკუმენტი, შესაბამისად მე როგორც მივხვდი და ჩვენ როგორც მივხვდით, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს მიერ მაქსიმალურად იქნა გაკეთებული რომ მისული იყო ეს ხალხა მოსახლეობამდე რომ ეს გაიგო შესაბამის ორგანოებს, ანუ იმ არასამთავრობოებს ვინც დაინტერესებული არის ამ კუთხით ვერ მოხდა მათი სწორად ინფორმირება, უფრო სწორად საერთოდ მათ არ ქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის რომ იყო მოთხოვნა კომისიასთან შეხვედრის რომ ყველა მოსულიყო და თავიანთი შეკითხვები დაესვათ და ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ინიციატივა და ეს თქვენს მოგეხსენებათ. და უმთავრესი ჩვენი რაც იყო შეხვედრის მიზანი, ეს იყო ის მომსახურების ხარისხი, რომელიც კომისია მიიღო და რომელთაც კომისია ამაყობს, რომ ჩვენ გახლავართ პირველი მინდა გითხრათ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვინც მსგავსი დოკუმენტი მიიღო
და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2-3 ქვეყანას აქვს ეს მოდელი დანერგილი მთელ მსოფლიოზე, უკაცრავად მთელ ევროპაზე მახსაუბარი. 2-3 ქვეყანაშია, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, რომელიც ჩვენ უკვე დოკუმენტალურად მიღებული გვაქვს და დაახლოებით 2 კვირაში უკვე მოხდება ხელშეკრულების გაფორმებაც შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის და დაახლოებით ყველაზე გვიან 1 სექტემბრიდან უკვე იქნება დახვეწილი ელექტრონული პროგრამა და მინდა გითხრათ, რომ მე რა იქნება განსხვავებული და სიახლე არის ის, რომ ეს დღესაც მოქმედებს, მაგალითად აი სწორედ ის პრობლემები, რასაც თქვენ ბრძანებდით, რომ აქვს მოსახლეობას, რომ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია, ელემენტარულად პრობლემა აქვს მოსახლეობას, ოდესაც ისინი მიმართავენ კომპანიას, არის ხშირი შემთხვევები, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ კომპანია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს და პასუხსაც არ სცემს, შეიძლება ადამიანმა მისწეროს 10 ჯერ წერილი, მაგრამ პასუხი არ აქვს, აი დღეს და მაგალითად კომისიის ხდომა, სადაც განვიხილეთ ერთ-ერთი მოქალაქის დავა ენერგოპრო ჯორჯიასთან და ამ მოქალაქემ წარმოგვიდგინა დაახლოებით 5 თუ 6 წერილი, რომელსაც თვეში ერთხელ წერდა ენერგოპრო ჯორჯიას და მას პასუხი არ ქონა გაცემული. შესაბამისად, სწორედ აი ამაზეა საუბარი, რომ დღეს ეს მუშაობს, ასე ვთქვათ, არა პროგრამული უზრუნველყოფით და მისი გადამოწმება ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელი არის და ჩვენ გვეგმავთ, რომ კომპანიებს გადავამოწმებთ ძალიან მალე და შესაბამისად კომპანიებთან მიმართებაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც კომისიას აქვს კანონით მინიჭებული, ხოლო უკვე 1 სექტემბრიდან მე ყველაზე გვიან თარიღს ვიღებ, მარტივად ეტყვით ეს მაგალითებს, მაგალითად ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება მომხმარებელმა რომელიმე კომპანიაში, აქ ელექტროგამონათვალე კომპანიებზე პირველ ეტაპზე საუბარი და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე გავცელდება დანარჩენ კომპანიებზეც, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წერილი, გაქვთ რაღაც სახის პრობლემა, მაგალითად არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი მრიცხველი სწორად აღრიცხავს ხარჯს და შეიძლება იყოს დაზიანებული და მეც აღრიცხავდეს, თქვენ შეგაქვთ განცხადება, თუ 5 დღის განმავლობაში კომპანიამ არ მოგწერათ პასუხი და არ მოვიდა და არ შეამოწმა თქვენი მრიცხველის გამართულობა, ამ შემთხვევაში მაგალითად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ 5 დღის ვადა რომ ამოეწრო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იმ აბონენტს, ვინც მიმართავს წერილობით კომპანიას, ყოველდღიურად დაერიცხება 20 ლარის უფასო ელექტროენერგია. ასევე სხვა სახის განცხადებაზე, როდესაც 10 კალენდარული დღე იქნება კომპანიას განსაზღვრული, რომ გასცეს პასუხი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უკვე 30 ლარი ენჯარება დაერიცხება. იურიდიულ პირებზე უფრო მაღალი არის ეს ტარიფები. და საბოლოო ჯამ ყველაზე მთავარი არის ის. რა თქმა უნდა ეს იმუშავებს, იმიტომ რომ ეს იქნება ელექტრონული პროგრამა, ანუ ჩვენ კომისიამ დეპარტამენტთან ერთად გავაკეთეთ ასე ვთქვათ დილეტანტური პროგრამა, ასე ვთქვათ, რითაც ჩვენ პროგრამის შემქმნელებს ვანახეთ რა გვინდა და თქვენ მაგალითად, როდესაც შეიტანთ წელი, თქვენ შეგიძლიათ უკვე აღარ მიხვიდეთ კომპანიაში და სახლიდან ინტერნეტის მეშვეობით კომპიუტერიდან აკონტროლოთ, სად არის თქვენი წელი. თქვენ შეხვალთ თქვენი აბონენტის ნომერი გაქვთ ქვითარზე, შეიყვანთ შემოხვათ სემეკის ვებგვერდზე, გადახვათ შესაბამის ლინკზე, ასე რომ ვთქვათ, სადაც შეიყვანთ თქვენს პირად ნომერს ან აბონენტის ნომერს და თქვენ უკვე ლაივში ნახავთ, სად არის თქვენი განცხადება, როგორ არის შესული, შესაბამისად რომელ დეპარტამენტს დაეწერა და ვინ უნდა გაქცეთ ამაზე პასუხი. იქ არის მთელი ესეთ გრაფები, იქნება პატარ-პატარა უჯრები, სადაც იქნება ვისთან გადავიდა, რა ეტაპზეა, ასე შემდეგ და ბოლოს იქნება უკვე გრაფა გამოყოფილი თქვენთვის. სადაც იქნება აღნიშნული ბოლო ვადა, როდის უნდა მოხდეს უკვე თქვენი წელის პასუხის ატვირთვა ვებგვერდზე და თქვენთან მოხდეს მისი გამოგზავნა და თქვენ უკვე აღარ დაელოდებით ოფიციალურად მოსუწეს, იმიტომ რომ თქვენი პასუხი იქნება ვებგვერდზე იმ გვერდზე ატვირთული და ასევე ბოლოში იქნება თქვენი აბონენტის ნომერი, ყველაფერი დაფიქსირებული და თვითონ ავტომატურად პროგრამა მოახდენს ამ 20 თუ 30 ლარის ყოველდღიურად დარისხვას თქვენს ანგარიშზე. ამას აკეთებს. მაგრამ ეს იქნება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი. ძირითადი მასა, მაინც არის ასაკობრივი ზღვარიც ამ შემთხვევაში მხედველობაში, სოციალური მდგომარეობაც, რომელსაც უბრალოდ, რომელიც არის 75 წლის, 70 წლის, მათ უბრალოდ ხა არც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა აქვს და არც ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის. აქ მინდა გითხრათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ კატეგორიას, ანუ ადამიანი ვინ შეიტანს განაცხადს, მისი განაცხადი ავტომატურად მოხდება ელექტრონულ პროგრამაში და არა, მე შემდგომსწრელობას მე მახსენეს რომ თქვენ შეგიძლიათ ამას უყუროთ, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ვალდებულება ამის უყურების, იმიტომ რომ ამას უკვე უყურებს კომისია და შესაბამისად პროგრამა თვითონ სემექს აწვდის ინფორმაციას და მათთვის გამოყოფილ პირებს მისცემს ინფორმაციას, რომ ამ პიროვნებასთან მიმართებაში დაირღვა ეს პროცედურა და ასე შემდეგ. ანუ ეს ამ პროგრამას ქმნის მარეგულირებული კომისია და ქმნით ამას ჩვენ და გადავიხსნით ალბათ საკმაოდ ძვირს ან დიდ თანხას, ვინაიდან
ვინაიდან არ კონდეს არც ერთ კომპანიას მასზე წვდომის უფლება. ანუ პროგრამაში შესვლის უფლება არ ექნება არავის და საშუალება არ ექნება არავის. შესაბამისად, ეს თანხები ის 20 ლარი იქნება, 30 ლარი იქნება თუ 100 ლარი არ აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, თქვენ იქნებით ეს თუ სხვა ადამიანი, ვინც ვერ გააკონტროლებს ამას, ამისა და მიუხედავად ამ ადამიანს ეს ყველაფერი ავტომატურად დაუფიქსირდება იმ ქვითარზე, რომელიც მას მიუვა მომდევნო თვეში. სადაც იქნება დაფიქსირებული მიმდინარე დავალიანება, სადაც იქნება დაფიქსირებული კრედიტი, ანუ ის თანხა, რაც მას დაერიცხა კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო და ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში იქნება. ანუ თქვენ არაფერი არ გიქნებათ თქვენი მომავალები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთი ფურცელზე დაწერილი განცხადება შეიტანოთ და არეგისტრიროთ კომპანიაში და აიღოთ უბრალოდ ფურცელი, სადაც იქნება თქვენი განცხადების რეგისტრაციის ნომერი. დამსრულდა პროგრამა. დანარჩენს უკვე კომისია თავად მოაგვარებს კომისიის მიერ შექმნილი პროგრამა, ასე ვთქვათ, კომპიუტერული უზრუნველყოფა და ფიქრობ, რომ საკმაოდ კი არა, პრაქტიკულად ბოლომდე გაუმჯობესდება თითოეული აბონენტის, თითოეული ადამიანის მომსახურების ხარისხი, იმიტომ რომ ამგონია რომელიმე კომპანიას ქონდეს იმის სურვილი, რომ თუნდაც რომელიმე ერთ წერილიზე პასუხის გაუცემლობის არასწორი რეაქციის შემთხვევაში, რომ ყოველ დღეზე 20 და 30 ლარი უხადოს 100,000-ობით აბონენტს. ძალიან ბევრი არის აბონენტები, მარტო მინდა თუ თელასში მარტო წლის განმავლობაში დაახლოებით 40-45,000 განცხადება შედის. ან გონია რომ თელასის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ქონდეს იმის სურვილი, რომ აი ამ ადამიანებს ვერ გასცეს პასუხი დროულად და რაღაც ამ ხელა თანხები მათ დაარიცხოს და გადაიხადოს. ასევე არის განმარტება და ასევე განსაზღვრული არა გეგმიური და გეგმიური წვეტები, ანუ მოგესალმათ ხშირი არის ელექტროენერგიის წვეტა, გეგმიურად არის განცხადება საოცრებელი კომპანიები, რომ თქვათ გარკვეული ქუჩის მოსახლეობას ამ დღის ამ საათიდან ამ საათამდე შეზღუდება ელექტრომომარაგება, მაგრამ არის ისე, რომ არ ხდება ინფორმირება და ხდება გაფრთხილება. აქაც აქვს გარკვეული ვადები განსაზღვრული კომპანიებს და აქ უკვე საკმაოდ დიდ ჯარიმებზეა საუბარი, აქ უკვე 100,000-ობით ლარზე არის ჯარიმაზე საუბარი, თუ ისინი არ მოხდნენ დროულად ინფორმირებას 100%-ზეა საუბარი, ანუ ერთ შემთხვევასაც კი არ ვაძლევთ უფლებას, რომ გამორჩეთ ან არ მიაქციონ ყურადღება, მაგრამ ეს უკვე არ გადანაწილდება აბონენტებზე, როგორც არ მიიღებენ ამ თანხის ელექტროენერგიას, უბრალოდ შემდგომ, მაშინ, როდესაც მოხდება ამა თუ იმ ნებისმიერ კომპანიას, ვისაც ექნება მსგავსი სტანდარტი დარღვეული, მათი სატარიფო განაცხადების განხილვა უკვე დადგენებაში დევს, რომ აი ეს თანხები, რომლებიც მათ აი ეს ჯარიმის სახით თქვა დაეკისრათ, მათ ამ თანხების გამოკლება მოხდება უკვე კომპანიის მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენისას ჩადებულ შესაბამის პუნქტებში, რაც შესაბამისად გავლენას იქონებს სტარებზე და რაც მარტივად რო ახსნა რომ გაიგოს მომხმარებელმა თუ თქვა კომპანიას ტარიფი უნდა განსაზღვროს 12 თეთრის ოდენობით შეიძლება მან იმდენჯერ დაარღვიოს 1 და 2 წლის განმავლობაში ეს მომსახურების ხარისხი რომ აი ამ 100,000-ობით ლარმა რამოდენიმეჯერ გამეორებულმა იქონიოს საკმაოდ დიდი გავლენა ტარიფის განმავლობაში და მინიმუმ 1 თეთრი შეცირდეს ტარიფით ეს უკვე კომპანიის ბრალობით მოხდება და იქნება მომხმარებლებისთვის ასიკეთო რა თქმა უნდა. და ბატონო კირო, გურამ აქვე დავამატებ, როდესაც არის გეგმიურ და არაგეგმიურ წვეტაზე, აქვე არის კიდე საუბარი ძაბვის ვარდნაზე ან მომატებაზე, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხშირია სახელმწიფო შემთხვევები, ხშირია დაზარალებული ორგანიზაციები თუ კომპანიები. ალბათ გარკვეულწილად ესიც იქნება ჩადებული. ყველაფერია ჩადებული, ანუ აქ არის მომსახურების ხარისხზე, რომ ძაბვა უნდა მიეწოდოს ადამიანს ხარისხიანი, ეს აქამდეც არსებობდა, ამას არ ჭირდება ახალი დოკუმენტის მიღება. თუმცა ნაკლებად ხდებოდა ხოლმე ან ექსპერტიზის ჩატარება, შესწავლა, რაღაც არალის ანაზღაურება, ყოველთვის ძალიან ისეთ კეთდებოდა განცხადებები და კი ბატონო, გეთანხმებით, ჩვენთანაც იყო რამოდენიმე ესეთი მსგავსი განცხადება შემოსული, რომ რაღაც ადამიანებს თქვა ერთი ქუჩის მაცხოვრებლებთან მოხდა ძაბვის ვარდნა, რომ მათ აეწოთ რაღაც სხვადასხვა ელექტროსაწყობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონი არ გვაძლევს იმ უფლებას, რომ ჩვენ ჩავატაროთ თქვა ექსპერტიზა და ჩვენ მიმართოთ კომპანიას, ჩვენ მიმართეთ კომპანიას, რომ შეისწავლოს საკითხი და ასევე საზოგადოება დამცველმა, რომელიც არის ჩვენთან და ის გახლავთ თითოეული აბონენტის უფლება დამცველი და მას კანონით აქვს უფლება, რომ თავის ინიციატივით დაიცვას მისი უფლებები, მან განუმარტა სამსახურმა განუმარტა, რომ ამ ადამიანებს, ანუ ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა, თუნდაც რამოდენიმე ერთს ან ორს უნდა რომ გაიკეთებინა ასე თქვა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნამდვილად ის ტელევიზორი იქნებოდა ეს არის მანქანა მაცველი აქვს მნიშვნელობა, რომ მისი დაზიანება მოხდა ძაბვის ვარდნის გამო, ეს იქნებოდა სრულად საკმარისი დოკუმენტი იმისათვის, რომ კომისიას შემდეგ კანონიერად ასე თქვა უხეშად ეწოლა განეხორციელება კომპანიაზე და დაევალებინა კომპანიისათვის, რომ
მათი ბრალეულობის გამო მიყენებული ზარალი უკლებრივ აენაზღაურებია თითოეულ მოქალაქისთვის. სამწუხაროდ ამ ადამიანებს ჩვენამდე დღემდე არ მოუტანიათ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა. არ ვიცი შეიძლება მათ პირდაპირ კომპანიას წარდგენს და კომპანიამ თავად დაუნაზღაურა. კომპანია ნაკლებად იქნებოდა დაინტერესებული მისი ბრალეულობა. კი, რა თქმა უნდა, კომპანია თავად არ აკეთებს ექსპერტიზას არ ატარებს, იმიტომ რომ იცის მას აქვს რა თქმა უნდა ინფორმაცია რომ მოხდა ნამდვილად ზაბის ვარდნა, მას არ აქვს ამის სურვილი, ასე რომ ვალდებულებაც არ აქვს კანონმდებლობით, ასე რომ თუ მოხდება კანონმდებლობის ცვლილება და კომპანიას მიეცემა ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ეს იქნება ასე ვთქვათ უკეთესი. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას თავად რომ მიემართა არ იქნებოდა პრობლემა, ვინაიდან სამოქალაქო წესით მათ შემდეგ შეეძლოთ ასევე იმ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელსაც ისინი გადაიხდიდნენ იგივე ექსპერტიზის ბიუროს მომსახურებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ მოახერხეს ეს, ვერ მოახერხეს და არ გააკეთეს. გასაგებია, ბატონო გურამ, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. დასასრულს მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ, ვერ გაგიშვებ სტუდიიდან, ახლა ამ შანსს ნამდვილად ვერ გაუშვებ ხელიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შევაპარე პოლიტიკური კუთხე, ხა მეორეჯერაც უნდა ვცადო. ხშირია საუბრები იმ თემაზე, რომ სამეფო უფრო თავშესაფარია პარტიული წარმომადგენლების, ან მათთან დაკავშირებული პირების მემხედველობაში მაქვს უფრო მეტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოფილი ძალოვანების, ახლა წარსულით შემიძლია გაგახსენოთ, პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული ქუთაისის ყოფილი მერი ნუგზარ შამუგია სემექში დაასაქმეთ, უბრალოდ რამდენად ეთანხმებით იმ დამკვიდრებულ ასოს, რომ მოსახლეობისთვის ნაკლებ სარგებლის მომტანი უფრო მარეგულირებელი კომისია ვიდრე თანაგუნდელებისთვის და რამდენადაა გარდა ენერგოპოლიტიკისა სუფთა პარტიული პოლიტიკის გამტარი მარეგულირებელი კომისია. მე მინდა მოგახსენოთ, რომ პერიოდში თანაგუნდელები ასე ვთქვათ არასწორი შეფასება არის თქვენ გულისხმობთ ნაცმოძრაობის წევრებს და მე კიდევ ერთხელ მინდა გამოსცადოთ, მე არ გახლავთ ასეთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არც ყოფილი ვარ არასოდეს და არც მომავალში არ ვაპირებ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუმცა საარჩევნო პროცესებში ყოველთვის ჩართული იყავით? საარჩევნო პროცესში ჩართული ვახტით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და ასე თავისთავად ჩართული ყოფილიყავი. რაც შეეხება ყოფილი ჩინოსნების თავშესაფარს, რაც შეეხება ყოფილი ჩინოსნების და ძალოვანების თავშესაფარს, მინდა ითქვათ, რომ ჩვენთან არც ერთი ყოფილი ძალოვანი არ მუშაობს, შეგიძლიათ მომზადდეთ და გადაამოწმოთ არც ერთი ყოფილი ძალოვანი. მე მყავს ოფიციალურად ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც ოფიციალურად არის ყველა ასეთ სტრუქტურაში რეგულატორული ოდერის ინსტიტუტი მოგესალმებათა არის მომართვის საფუძველზე დანიშნული, რომელიც აკონტროლებს თავისი კუთხით კომისიას და ეს მე მგონი ეს დასამალერეს და ეს არის ოფიციალური წერის საფუძველზე და ჩემთან უკვე 5 წელი რაც აქვს ესეთი ადამიანები მუშაობენ, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ანუ ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ჩვენთვის, ეს ყველგან არის, ყველგან იყო ყოველ შემთხვევაში და ეხლა როგორ იქნება ამის შემდეგ ვერ მოგახსენებთ ამას, ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება ნუგზარ შამუგიას, მე დაგეთანხმებ, რომ ბატონი ნუგზარ ჩემთან მუშაობდა რაოდენიმე თვის განმავლობაში, გახდათ კომისიის მრჩეველი. შესაბამისად, ბატონი ნუგზარ საკმაოდ განათლებული ადამიანი არის და მინდა გითხრათ, რომ ფიქრობ, რომ მან საკმაოდ ბევრი დახმარება აღმოგვიჩინა, მქონდა საკმაოდ ისეთი საუბარი, იყო რჩევა მისგან, ასე შემდეგ. ჩვენ ბატონი ნუგზარმა თავად ისურვა, რომ წასულიყო, არ ვიცი ახლა სად დასაქმდა და რა საქმიანობს, მაგრამ თუ არ ვთქვი 3 თუ 4 თვე იყო, მეტი არ ყოფილა ჩვენთან, ასე რომ სხვა ესეთი ჩვენთან არ ყოფილა და არც ერთი ყოფილი ძალოვანი უწყების არც მოქმედი ძალოვანი წარმომადგენელი დღეს ჩემთან არ მუშაობს გარდა იმ ერთი ადამიანისა, ვინც არის ოფიციალურად მოვლენილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო მოვლენილი და დღემდე მისი განთავისუფლების თაობაზე არანაირი წელი არ მივიღია და ეს ადამიანი თავის საქმიანობას რაც აქვს დავალება, რა თქმა უნდა, აკეთებს და ასრულებს ალბათ ეთყობა პირნათლად. ნუ ჩვენ არ გვაბარებს ანგარიშს ყოველ შემთხვევაში. გასაგებია, დიდი მადლობა, მართლა საინტერესო ეთერი იყო. სრულდება რადიო ძველი ქალაქის ток-შოუ გრიფით საჯარო, რომლის დღევანდელი სტუმარი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. მე ვიტყობ, რომ რადიო მსმენელმა ყველა ის საჭირო ინფორმაცია მიიღო, რაც აინტერესებდა. ეს იყო ток-შოუ გრიფით საჯარო, 1 საათის განმავლობაში თქვენთვის ეთერში მუშაობდა ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.